დღეს ვისაუბრებთ თემაზე, რომელმაც ჩემი არა ერთი, არა ორი, არამედ სამი დღიური, რასაც ქვია გაცვითა და ფურცლები გააძრო. აქეთ ჩემს კალამს მილანი მოკლედ დაუხრუპა იმისთვის, რომ იმ კონდიციაში მივსულიყავი, სადაც ახლა ვარ და ეს თემა რაღაცნაირად ჩემს ცნობიერებაში დალექილიყო. თემა ეხება ავთენტურობას, რეალური მეზს გამოხატვას და რაც თავარია გარეთ გამომზეურებას, ანუ იმ გულწრფელი და რეალურ მეზზე მაქვს საუბარი, რომელიც ყველა ადამიანში რაღაცნაირად თუხთუხებს, მაგრამ ძალიან გვეშინია საზოგადოებაში ამის გამოჩენა. სხვადასხვა რიგი მიზეზების გამო იქნება ეს სხვა რა სიტყვის, ხალხი ამას როგორ მიიღებს, ვინმე ხო არ გაღიზიანდება და ასე შემდეგ. ეს ნებისმიერ თემას ეხება, იქნება ეს სად უმუშაობ, რა მაცვია, როგორ გამოვიყურები, განსაკუთრებით ქალებს ეხებათ ხოლმე კიდე ეს თემა რაღაცნაირად გამწვავებულად, იმიტომ რომ იქ რაღაცა ფეხი ისე ხო არ მიდევს, რომ ნაკლებად ქალური ვჩანვარ, თმა აწეწილი ხო არ მაქვს, ზედმეტად ხმაურიანად ხო არ გავიცინე, იქ ვიღაცა არ ვიცი, თავი ცუდად ხო არ ვაგრძნობინე. მოკლედ, ქალებსაც, კაცებსაც, ბავშვებსაც ეს თემა ყველას ეხება რაღაცნაირად ერთნაირად და ყველას ტკივა, ასე მგონია. მეც გამივლია ეს გზდა და რაც როგორც დღიურების რაოდენობით მივხვდით, ბევრი მაქვს ამ თემაზე ნაფიქრი და რაც დავასრულე ამ თემაზე ფიქრი და ამჟამადაც ვფიქრობ, თუმცა არა ისეთი დიდი ინტენსივობით, ძალიან რადიკალურად დადებითისკენ შეიცვალა ჩემი ცხოვრება და აი ისე გამარტივდა, რომ აღარ ნერვიულობ ხოლმე ძალიან მარტივ საკითხებზე, რომელიც ადრე მანერვიულებდა. ამიტომაც თუ ეს თემა თქვენთვისაც აქტუალურია, დიდი სიამოვნებით მოვისმენდი და გავიზიარებდი თქვენს განულ გზას, რომელსაც გადიხართ, რამდენად რეზონირებს ეს თემა თქვენთან, რამდენად არ რეზონირებს და შეგიძლიათ კომენტარებში დატოვოთ, თუ ყოფილ ხართ მსგავს სიტუაციაში და როგორ გამკლავები ხართ. ის რომ ხშირად საკუთარი თავის გამოხატვა რაღაცნაირად გვაბრკოლებს, ამას შეიძლება ძალიან მარტივი, ლოგიკური და წმინდა ევოლუციური ახსნა მოუძებნოთ, იმიტომ რომ როგორც გადმოგვცემენ, ადრე ადამიანები ცხოვრობდნენ სადღაც მთის წვერზე, მჭიდროდ დასახლებულ ტომებში და იმისთვის რომ ამ ტომიდან არ გამოებუნძულებინათ, აუცილებელი იყო რაღაც სტანდარტებში და ჩარჩოებში ჩამჯდარიყავი. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი ევოლუციურად ჩადებული რწმენა წარმოდგენა რუდიმენტულიად არ ემსახურება ხოლმე განსაკუთრებულად არაფერს ახლანდელ დროში, გარდა იმისა, რომ ნერვებს გვიშლის, ადამიანი მაინც სოციალური არსებაა და გვაქვს ხალხთან ურთიერთობა, ჩვენც გვინდა რომ რაღაცას მივეკუთვნებოდეთ, ვიყოთ რაღაცის ნაწილი, ზოგ შემთხვევაში ტაშიც დაგვიკრან და ასე შემდეგ. რაც ცუდი არ არის, უბრალოდ ჩემი აზრით რაღაცა ფაქიზის ზღვარი გადის იმას შორის, რომ დავიმკვიდროთ ერთი მხრივ საზოგადოებაში თავი და მეორე მხრივ ამ ყველაფერში, მოკლედ თავი რომ არ დავკარგოთ და ეს რაღაც ავთენტური მე, სადღაც რო არ მიგვეკარგოს. პირადად ჩემთვის საკუთარ ავთენტურ მეზე უარის თქმა იმისთვის, რომ ვიღაცა მიგვიღოს, ტაში დაგვიკრას, თავზე ხელი გადაგვისვას, ან რაღაც თავის ნაწილად გვაგრძნობინოს თავი, გავს აიცით რა მომენტს ვახშმის შემდეგ, რომ რა ბუნებრივი მომენტი არის, მუცელი რო იბერება და ჩვენ ამისი გვცხვენია ხოლმე და აი ეს რაღაცა რესტორნიდან რო გამოდიხარ ჩუმად, ეს რაღაცა მუცელი გაქვს შეწეული, მაქსიმალურად უჭერ ეს შარვალიც ბოლომდე ამოქაჩული, თუ გეკვრება კაი ვარიანტში, რომ არ დაგინახონ, აი ეს შენ რაღაცა გამოწეული მუცლით და ის სახში როგორც კი შემოხვალ და კარებს რომ მოიხურავ, აი მუცელს რომ მოუშვებ, რასაც ქვია, იგი ღილი აწყდება და მოკლედ აი ამოისუნთქავ. აი ესე მგონია რომ ესე ვტანჯავთ ხოლმე მომენტებში საკუთარ თავს და აი ეს მუცელი შეპრესილი გვაქვს ბოლომდე, ლამის ადგილზე მოუკვდეთ, იმიტომ რომ ვიღაცამ ისეთი არ დაგვინახოს როგორიც ვარ. ანუ რა მოხდა რეალურად, ბუნებრივი მომენტია, ხო? ისევე ბუნებრივი მომენტია, რომ ყველა ადამიანი რაღაცნაირად განსხვავდება ერთმანეთისგან და მოკლედ ამ ჩვენი ავთენტური მესი არ უნდა გვცხვენოდეს და რაღაცნაირად მტკივნეული მომენტი არის, როდესაც მართლა სადღაც თავს თუნდაც მიკუთვნებულად ვერ გრძნობ. იქნება ეს, აი თუნდაც როგორ გაცვია, მით უმეტეს აი სკოლის პერიოდში, უნივერსიტეტის პერიოდშიც არის ხოლმე, რომ რაღაცა ყველას უნდა რაღაცა მოდას, რაღაც ტრენდს მოერგოს, ვინც ჩემს ავით ცოტა რაღაცა tomboy ტიპაჟები იყავით პატარაობაში, ეს მაკიაჟი, მანიკური, რაღაცა ესეთი ფემინური აქსესუარები, მოკლედ ჩემი არ იყო და ძალიან რაღაცნაირად როგორც შავი ცხვარი თუ თეთრი ყვავი როგორც გინდა დაარქვით, რაღაცა აი ამოვარდნილად გრძნობდი ხოლმე თავს თუნდაც ამ რაღაცა გოგოშკური წრიდან. მე კი მივხვდი რომ ფემინურობა მაინდა-მაინც მაგით არ განისაზღვრება, მაგრამ ძალიან რაღაცნაირად მტკივნეული არის ეგ მომენტი, როდესაც თავს გრძნობ მოკლედ სრულიად უცხო პირად. მაგრამ მეორე მხრივ საკუთარი თავის მიტოვება არის და ეგეც სერიოზული რაღაცა განცდა არის, როდესაც ცდილობ რომ აი ძალით ჩააკვეხო თითები იმ რაღაც ბეჭედში, ძალით გაიკეთო ის რაღაც მანიკური, ძალით აისვაქ რაღაც წენი და მოკლედ გამომზეურდე და აი საერთოდ რო შენ კანში ვერ გრძნობ თავს ბუნებრივად, აი ვერ ხვდები საერთოდ ვინ ხარ. ანუ ეს არ არის იმაზე, მაკიაჟი კარგია თუ რაღაცა წითელი ყვითელზე რო გაცვია ცუდია, ანუ მაგაზე არ არის ლაპარაკი. ეს არის იმაზე, რომ უბრალოდ გიწევს და შენ თავს
თავს აძალებ, რომ გააკეთო ის, რაც რეალურად შენ არ ხარ. ზოგადად ნებისმიერ საკითხზე და როდესაც მიდგება საქმე იმაზე, მე გამოვხატო თუ არა ავთენტური მე, დგება მომენტი, სადაც ადამიანმა უნდა გადაწყვიტოს რა ტიპის ქირის გადახდა სურს. ანუ ერთ შემთხვევაში თუ მოერგება იმ ჩარჩოებს, რასაც მას საზოგადოება კარნახობს და შეიძლება ამ ჩარჩოში ჩაჯდომის გამო თავზე ხელიც გადაგისვან და დაგაწინაურონ კიდევაც, იმ ქირის გადახდა გიწევს, რომ შენ რეალურად კარგავ შენ საკუთარ მეს, არ მოგწონს საერთოდ როგორ გამოიყურები, სად მუშაობ, როგორ აზროვნებ. თუმცა ეს გარეგანი ვალიდაცია გაქვს, თუმცა შიგნიდან, არ ვიცი, ყუდები და ჭკნები. და მეორე მომენტი არის, როდესაც შენ უარს ამობ ამ ჩარჩოებზე და იღებ შენ თავს ისეთი როგორიც ხარ, ავლენ შენ ავთენტურ მეს და ამ შემთხვევაში იმ ქირის გადახდა შეგიძლია მოგიწიოს, რომ შეიძლება გაირიყო მაგ საზოგადოებიდან არ მიგიღონ, დაგცინონ, ყველა შემთხვევაში შეურაცხყოფა მოგაყენონ, თუმცა ეს ქირის გადახდა, ჩემი აზრით, ბევრად უფრო ლოგიკური და სწორია, ვიდრე წინა ქირის გადახდა, იმიტომ რომ თუ ისეთ წრეში ტრიალებთ, სადაც ადამიანები არ გიღებენ, თავს არასაკმარისად გაგრძნობინებენ, ეს ძალიან კარგია, იმიტომ რომ ამ ადამიანებმა თავიანთი თავი გამოაჩინეს და რეალურად თქვენ შეგიძლიათ რომ დატოვოთ საერთოდ ეს წრე და რაღაცა სხვა ტრაიბი ნახოთ. დედამიწა დღეს იმაზე ჭრელია ვიდრე ოდესმე, წარსული აღარ არის რომ ერთ ტომზე იყოთ მაინდა-მაინც მიკერებული, იმდენაირი ტრაიბი და გუნდი არსებობს. რამდენიც ადამიანი და მოკლედ მაგის პრობლემა არ არის რომ ვიღაცამ ვერ მიგიღოთ როგორიც ხართ. და როდესაც დადგება ის მომენტი რომ ადამიანი აცნობიერებს რაც ვარ ეს ვარ, ის კი არა რომ it is what it is, ანუ ეგეთი დამოკიდებულებით კი არა, ანუ რეალურად რაც ვარ, ეს ჩემი გულწრფელი მეა. ანუ როგორ შეიძლება იყოს ეს არასწორი, როცა ეს არავის არ უნებს, როცა ეს არავის შეურაცხყოფას არ აყენებს, ხო? ანუ უბრალოდ მე ვარ, გინდა რელიგიურად, გინდა ფილოსოფიურად, გინდა ფსიქოლოგიურად, საიდანაც არ გინდა უტრელო ამ საკითხს, რაც ადამიანში ბუნებრივად ჩადებულია, ეს ამ ადამიანმა აირჩია, ეს ამ ადამიანს არგებს და მოკლედ ეს არის გულწრფელი მე, რომელიც იმსახურებს გარეთ ყოფნას და ეს არ შეიძლება რომ იყოს არასწორი. თუმცა ამ საკითხს რო გაიაზრებ და მოკლედ შეიყვარებ შენ თავს ისეთი როგორიც ხარ, გინდა თვითსიყვარული დაარქვით, თვითმიღება, ავთენტურობა, რაც გინდათ XY დაარქვით, მერე უკვე ეს გარეგანი ვალიდაცია ზოგადად აღარ ჭირდება ადამიანს, რომ შენ კარგი ხარ ან ცუდი ხარ. როგორც თქვი, კი ადამიანი მაინც სოციალური არსებაა და კარგია, როცა ვიღაცა შეგაქებს, თუმცა ჩემთვის ეს მომენტი ძალიან ხშირად მithქვამს ხოლმე ჩემს მეგობრებთანაც, გამოიყურება ასე რომ ანუ შენი თავის მიმღებლობა და შენი ავთენტური მეს მიღება გავს ტორტს, კარგ დიდ 20 კვერცხიან ტორტს, ანუ სრული ტორტი არის, დაკარემილი, ვისაც ბეზეგი ყვართ, ბეზეგ დარჭობილი, მოკლედ სრული ტორტი გაქვთ. და როდესაც ვინმე გეტყვით რომ თუნდაც შეგაქებთ, მოგიწოდებთ რომ როგორი ავთენტური ხარ, იყავი ის ვინც ხარ, ეგ არის უკვე ამ ტორტზე რაღაცნაირად ალუბალი, cherry on top, რასაც ეძახიან. ანუ მე რო სუის ზემოდან ალუბალი არ მქონდეს დარჭობილი, მე მაინც მაქვს სრული ტორტი. ანუ არ ველოდები იმ ალუბალს, მაგრამ თუ ვიღაცა ზემოდან დაადებს, ოკეი, მივიღებ. თუ არა და ეგეც არ არის პრობლემა. ამ გადმოსახედიდან რო ვფიქრობ, საერთოდ არ მგონია რომ ვინმეს ვალდებულება, მოვალეობა მიმიღოს ისეთი ავთენტური მე როგორიც ვარ. ეს უბრალოდ არის მისი კეთილინება და არჩევანი. თუ რაღაცა უპირობო სიყვარულის და მიმღებლობის პორტალი აქვს გახსნილი, მით უკეთესი ეს ძალიან კაი ნიუსია მათთვის, თუმცა დღის ბოლოს ჩემი თავი მაბარია მხოლოდ მე და ჩემ თავზე პასუხს ვაგებ მე. ამიტომაც პირველ რიგში მე უნდა, არ ვიცი, მივიღო და მიყვარდეს ჩემი ავთენტური მე როგორიც ვარ და ის რეალური მე და როდესაც გამოვამზეურებ, თუ რაღაც არასასურველი სიტუაცია შეიქმნა, მე დავიცვა ჩემი თავი და მივხვდე რომ ოკეი, ამ სიტუაციას შეგვიძლია გავეცალოთ, ან უბრალოდ იმ ადამიანთან პოლემიკაში არ შევიდეთ. თუმცა სხვების მოვალეობა ეს არ არის და ამიტომაც ნუ დაელოდებით რომ ყველა გადაგისმოთ თავზე ხელს და გეტყვით რომ რა კარგი ხარ, თუნდაც ისეთი როგორიც ხარ. ჩემი დაკვირვებით ის ადამიანები, რომელთაც ასევე საკუთარ თავში მიღებული აქვს თავისი კარგი მხარეც, ცუდი მხარეც და იმ რეალურ მეს ამჟღავნებენ, ძალიან მარტივია ხოლმე მათთვის სხვა ადამიანების ასევე მიღება ისეთები როგორებიც არიან. და ასევე მაქვს დაკვირვება ესეთი, რომ ძალიან ხშირად ის ადამიანები წამოგიდებენ ფეხს ნებით თუ უნებლიეთ, ცნობიერად თუ ქვეცნობიერულად იმ გზაზე ფეხს, რასაც ავთენტური მესკენ გზა ქვია, რომელთაც საკუთარი თავი იდეაში არ მოწონთ, არ ყავთ მიღებული და რაღაცნაირად ცდილობენ რომ შენც ჩაგითრიონ ამ მორევში. არა იმიტომ რომ მაინდა-მაინც ბოროტები არიან ან შურიანები,
უბრალოდ რაღაცნაირად ამ დროს შენ თამაშობ ისთვის რაღაც სარკის მაგვარ როლს და ის ადამიანი ხედავს თავის თავში იმ რაღაც მიკარგულმეს, რომელიც არ ყავს მიღებული. და ნუ შენ რო ხედავს, რომ შენ მიიღე, ნუ რა რაღაცა როგორ გაბედე, ან რაღაცა მე რატო არ მაქვს რაღაცა ეგ მომენტი ჩემ თავთან დალაგებული, ხშირად ამას ვერც აცნობიერებენ ხოლმე და აი ყველაზე ხშირად ის ადამიანები განსჯიან ხოლმე სხვებს, რომელსაც საკუთარ თავთან ეს თემა დალაგებული არ აქვს. აი დააკვირდით შემდეგში, თუ გინდათ ცადეთ, გამოავლინეთ თქვენ თავი ისე, როგორც ყოველთვის გინდოდათ, თქვით ის ფრაზა, რომელსაც ერიდებოდით, ჩაიცვით ის სტილი, რომელიც ყოველთვის მოგწონათ, მაგრამ არ იყო მიღებული და დააკვირდით, რომელი ადამიანი მიგიღებთ და რომელი წამოგიდებთ, ასე ვთქვათ, ამ გზაზე ფეხს. თუმცა ადამიანი ამასაც გაგებით უნდა მიუდგეს ჩემი აზრით და როდესაც ადამიანი ხედავ რომ რაღაცა აქტიური აგრესიით, ან თუნდაც პასიურით ცდილობს რომ ეს ჩემ თავთან კონტაქტი დამაკარგინოს და მაგრძნობინოს რომ ან საკმარისია რო არ ან რაღაცა ცუდად და არასწორად ვაკეთებ, უბრალოდ ვაცნობიერებ რომ სავარაუდოდ ამ ადამიანსაც, ნუ თუ უბრალოდ იმ დღეს მარცხენა ფეხზე არ ადგარა ცუდ ხასიათზე არ არის, უბრალოდ ეგეც რაღაცა იგივე ბრძოლებში და გონკებშია და უბრალოდ უნდა მიუშვა და თავი დაანებო. ეს მისი პრობლემაა და არა ჩემი. დაუშვათ, გინდათ რომ ხმამაღლა გაიცინოთ, გაიცინეთ, არ არის პრობლემა. თუ ვინმე შეწუხდება, ეს მისი პრობლემაა. ახლა არ ვამბობ ბავშვს ძინავს და ყურში ჩაყვირეთ თქო, მაგრამ თუ ვინმე რაღაცით ღიზიანება, ეს პიროვნულად არ მიიღოთ. ჩემი აზრით ეს უბრალოდ მათზე უფრო მეც მეტყველებს ვიდრე თქვენზე. ამიტომაც სანამ ვინმეს რამეს არ უშავებთ, რამეს არ აფუჭებთ და მოკლედ დედამიწას ცუდ ადგილად არ გადააქცევთ, უბრალოდ აკეთეთ ის რაც გინდათ. ეს არის გულწრფელი მე და ეს კიდევ ერთხელ განმეორდები, არ შეიძლება რომ არასწორი იყოს თუ ადამიანის გულიდან მოდის. და კარგი ამბავი ის არის რომ ეს ავთენტურობა ზოგადად გადამდებია და რაღაც პოზიტიურ ტალღას ატარებს, იმიტომ რომ აი დამიფიქსირებია, როდესაც ყოფილ ვარ ჩემი ავთენტური, მე აი რაღაცა აი გახსნილი, აი ესე მოკუჭული კი არა, აი რაღაცა ესე გულმკერდი წინ მოღერებული, არა იმიტომ რომ დავშვათ ეგო გაქვს დიდი და აი მოვდივარ და მომაქ და დამხვდით, არა, მართლა გულწრფელი რო ხარ და აი ეს გათავისუფლებს შინაგანად, სხვა ადამიანები ამას გრძნობენ და დადებითად არიან შენთან განწყობილები და უნდათ შენთან ურთიერთობა. იმიტომ რომ თუ ადამიანს საკუთარი თავი აქვს მიღებული, ძალიან დაბალია იმის ალბათობა, რომ სხვა ადამიანებიც არ მიიღოს ისეთი როგორიც არის. მერე შენ რომ იმ ადამიანს ანახებ რაღაცა მიმღებლობას, შეიძლება ამ ადამიანს გაიხსნას იმის სურვილი, რომ თვითონაც გამოხატოს საკუთარი თავი და ეს რაღაცა ტალღა და სიხშირე სხვასაც გადასცეს და რეალურად ძალიან კაი საქმეს ემსახურება. ცხოვრება ხდება ძალიან მარტივი და კიდევ უფრო ძალიან სასიამოვნო, თითქოს აი რაღაცა ჩიტ კოდი გაქვს სამყაროში, როდესაც შენ თავს იღებ ისეთი როგორიც ხარ და ამჟღავნებ ავთენტურ მეს და არ ცდილობ ვიღაცისთვის დადგა სპექტაკლი და პერფორმანსი. აი კიდევ ერთი პირადი მარტივი მაგალითი რო ავიღო, სულ მინდოდა რომ YouTube ჩანელი მქონოდა, სადაც ვიდეოებს დავდებდი. თუმცა ვერასდროს ვერ მოვიფიქრე ამ დრომდე, რა სეტაპიდან უნდა ჩამეწერა, როგორი უნდა ყოფილიყო ჩემი უკანა ფონი, რაღაცა ლამაზ კაფეში ხო არ წავიდე? რატო? როცა აი ეს არის ჩემი ბუნებრივი ჰაბიტატი. აქედან ვმუშაობ, ჩემი ყურსასმენის მიკროფონი მშვენივრად ფუნქციონირებს, ლეპტოპში რა კამერაც არის ჩამონტაჟებული, ანუ აი ეს არის ჩემი ყოველდღიურობა და დიდი სიამოვნებით საუბრობ ხოლმე მეგობრებთან. ზუსტად ამავეს ვაკეთებ ეხლაც და ეს იმდენად მიმარტივებს თუნდაც ვიდეოს ჩაწერის პროცესს. არ ვფიქრობ რა ჩავიცვა, იმიტომ რომ აი ეს არის რაც ყოველდღიურად მაწვია. ანუ ეს ვარ. მე ფიზიკურად ვერ ჩავწერ ისე ბუნებრივად თუნდაც unboxing-ის ვიდეოს, ან რაღაცა vlog-ის ვიდეოს, იმიტომ რომ დიდით არც კაფეებში მოსიარულე ტიპაჟი ვარ და არც რაღაცა ნივთების აქტიური გამოწერით გამოვირჩევი. ვინც ამას აკეთებს, ძალიან ბუნებრივად გამოსდის და დიდი სიამოვნებით უყურებთ, მაგრამ ჩემი მხრიდან ეს არ იქნება ეგეთი ბუნებრივი და კარგი საყურებელი, როგორც იმ ადამიანების მხრიდან, რომელთა ყოველდღიურობას მართლა შეადგენს ეს სხვადასხვა კომპონენტები. კი, თავიდან არც ესეთი სასიამოვნოა ეს პროცესი, როცა სამყაროსთან, რასაც ქვია, შიშულდები და რაც ამდენი ხნის განმავლობაში კომბოსტოსავით ეს ფურცლები გარშემო შემოგილაგებია, რომ შენი რეალური მე დაგეფარა, რომ ვაი და ვინმეს არ დაენახა, აი ამების ჩამოფცქონას რო იწყებ, მართლა რაღაცნაირად შიშველი გგონია თავი და ყველა ადამიანის თვალს აღიქვა როგორც პროჟექტორს, მაგრამ რეალურად არავინ არ გვაქცევს მაგდენ ყურადღებას როგორც ჩვენ თავს. მაგრამ ეს რაღაც შიშნარევი, თვითგამოხატვა შემდეგ უკვე გადადის ძალიან დამიწებულ მდგომარეობაში. აი, ამაყიც კი ხარ რაღაცნაირად შენი თავით, რომ აი ეს შეძელი. კიდევ ერთხელ განმეორდები, ეს არ არის რაღაცა ყოყლოჩინა თავდაჯერებულობა, რომ ხო აი აბა რა მე ეს ვარ და რაცა ვარ და თქვენი აზრი მკიდია. ეგრე არა, რაღაც სხვანაირი დამიწებული შეგრძნება არის. აი შენ ორ ფეხზე რო ძალიან მყარად დგახარ, აი რასაც ქვია
grounded ხარ და საიდანაც არ უნდა დაუბეროს ქარმა, ანუ შენზე უკვე აღარ მოქმედებ. აი, ხეს რო გადაჭრი და ცარიელი კუნძი რჩება, აი, რა ქარმა უნდა დაუბეროს, რომ ის ამოიღოს, ხო? შეიძლება რაღაცა ზედანაწილი მოათალოს, მაგრამ ის ფესვები რაც გადგმული არის მიწაში, აი ძალიან მყარად დგას რა და ეგ ფესვების გადგმა დროს მოითხოვს სამყაროსადმი ნდობას, ადამიანებისადმი ნდობის გამოცხადებას. თუმცა აი როგორც კი ფესვები კარგად გაიდგმება, მოკლედ იმ კუნძის წამქცევი კაციშვილი აღარ არის. არის ხოლმე პერიოდულად მომენტები, როდესაც გუგონია, რომ ჩვენი ფესვები არც ესეთი გრძელია საკმარისად, არც ესეთი ძლიერი და რაღაც გარედატვირთვას ვერ გაუძლებს და ცოტა ეჭვები შეგვაქვს და რაღაც წყალი შეუდგება ხოლმე თითქოს სიტუაციას. თუმცა ეს რაღაც პერიოდულად გადაგორდება ხოლმე თავისით. ან მეორე ვარიანტში თუ ყავთ და გაქვთ ეგ წყალობა, რომ არიან ადამიანები, რომლებიც განუგეშებენ, მოგიწოდებენ, რომ იყოთ ის ავთენტური მე როგორიც ხართ, შეგიძლიათ მაგ ადამიანებს მიმართოთ ხოლმე, მე ძალიან მეხმარება და აი მართლა ყველა დღე მადლიერებით ვიღვიძებ, რომ მეგულებად ჩემ გარშემო რამდენიმე ადამიანი, რომელსაც შემიძლია აი ესეთ турბულენტურ სიტუაციებში მივადგე. კიდევ ერთხელ განმეორდები, ეს არ არის რაღაცა გარეგან ვალიდაციაზე და ტაშის დაკვრაზე მიბმული ავთენტურობა და ვიღაცის შემოძახილი რო გჭირდება. ეს არის მომენტი, როცა აი რაღაცა გულის ყაფას აი გადახსნი და ეს შენი გული ძალიან შიშულად და ავთენტურად ფეთქავს და ამისი დანახვა მეორე მხარეს შეუძლია. ანუ ის კი არა უბრალოდ შემოგიძახებს, მიდი მაგარი ხარ კი, რა დაგმართნია, არა აი მართლა რო ხედავს, რომ შენი გული ფეთქავს და რაღაცნაირად იმ შენი რეალური მეს დანახვა რო შეუძლია და მე შენთვის ამის შეხსენება აი ეს არის სასწაული მომენტი. აი მართლა ყველა ადამიანს მინდა უსურვო, რომ მინიმუმ ერთი ადამიანი ყავდეს მის გარშემო, რომელიც რაღაც აი ამ ფუნქციას შეითავსებს. ნუ პერიოდულად თქვენ გექნებათ ეს ფუნქცია მისთვის და ასე შემდეგ. თუმცა ამისთვის საჭიროა რომ ადამიანებს ვენდოთ და გული გაუხსნათ, რომ ვნახოთ ხედავენ თუ არა რეალურად ჩვენში რა ხდება. წარმოგიდგენ არ მაქვს ეს ვიდეო რამხელა გამოვიდა, თუმცა ის ზუსტად ვიცი, რომ ძალიან სასიამოვნოდ რაღაცნაირად დავიცალე და თან ასევე სავსე ვარ, რადგან ძალიან მიყვარს მსგავსი აღმოჩენების გაზიარება სხვებისთვის და ასევე ძალიან მაინტერესებს თუ ამ გზაზე ყოფილხართ, ან შეიძლება ამ საკითხს საერთოდ განსხვავებულად უყურებთ და ამიტომაც დაგვიტოვეთ თქვენი აზრი კომენტარებში, ასევე მოიწონეთ ვიდეო, რათა ალგორითმმა ერთი ნაბიჯით წინ წაგვწიოს და ეს ვიდეო ძალიან ბევრ ადამიანს გამოუჩნდეს ეკრანებზე და ხო, თუ გეგულებათ ადამიანი, რომელიც შეიძლება რაღაც მსგავს სიტუაციაში იყოს, როგორც მე, ან თქვენ და ეს ვიდეო წაადგეს, მაშინ აუცილებლად გაუზიარეთ. ტრადიციულად არ ვიცი შემდეგი ვიდეო რაზე იქნება, თუმცა ამ ეტაპზე დაგემშვიდობებით ნახვამდის შემდეგ ვიდეომდე.